რაც თავარია ეს იყო სულიერი გარდატეხა ქართველებში, იმიტომ რომ ქრისტიანობა არის თავისუფლების რჯული, როგორც პავლე უწოდებს და მართლაც ასე იყო, როცა ნინო შემოვიდა საქართველოში, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე დაიწყო თავიდან ადამიანების განკურნა, არ აძალებდა არაფერს პირიქით, რაც კეთილ საქმეებს უკეთებდა და ამით აჩვენებდა, რომ მე მოვედი რაც სიკეთით. მე არ მინდა რაღაცა დაგაძალო. ისე როგორც ებრაელ საზოგადოებასთან მივიდა აბიათართან და არაფერი დაძალება იქ არ იყო, უბრალოდ გადაშალეს ბიბლია აბიათარმა და ნინომ და ნინომ დააჯერა, ასე ვთქვათ, დაარწმუნა აბიათარი, რომ აღთქმული მესია იესო ქრისტე იყო. ამიტომ ეს არის რჯული თავისუფლების, რაცაც ილია ჭავჭავაძე ამბობს, რომ ჩვენო წინაპრებმა, ჩვენი წინაპრებმა ჩარგეს, ღრმად ჩარგეს ძირი თავისუფლების მცხეთაშიო, ხო, როცა ქრისტიანობა შემოვიდა. ეს ნიშნავს საბედისწერო კაი გაგებით დაებედა საქართველოს, რომ ეს თავისუფლებისკენ მისწრაფება და სიკეთისკენ მისწრაფება ერთად ქონოდათ, რომ სიკეთე არის ისეთი რამ, ისეთი ფენომენი თუ ონტოლოგიური ფენომენი თუ მადლი, რომ არ გუობს არანაირ ძალდატანებას.